კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 9-ზე. სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის 152 ასამბლეაზე დღეს დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრებს 10-ზე მეტი შეხვედრა იქნებათ, როგორც პირისპირ ფორმატში, ისე პლენარული დისკუსიების ფარგლებში. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება როგორც ევროკავშირის წევრ, ასევე კანდიდატი ქვეყნებისა და აზიის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს. მასშტაბური ფორუმი, რომლის მთავარი თემაა მომავალი თაობებისთვის იმედის გაღვივება, მშვიდობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა მსოფლიოს 157 ქვეყნის დელეგაციას და 70-ზე მეტ სპიკერს მასპინძლობს. პარლამენტის თავმჯდომარე სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე საერთაშორისო კრიზისებზე და მათთან გამკლავებისთვის საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების მნიშვნელობაზე. შალვა პაპუაშვილმა გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში დაგეგმილი ერთობლივი კონფერენციის შესახებ, რომლის ფარგლებშიც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეისა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის წევრები იკრიბებიან საერთაშორისო გამოწვევებზე სამსჯელოდ. მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიება რეგიონთა შორის დიალოგს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა შალვა პაპუაშვილმა და შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა. ხაზი გაუსვით რეგიონთა შორისი საპარლამენტო დიპლომატიის ხელშეწყობის მნიშვნელობას შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობის კონტექსტში. მზადვართ ხელი შევუწყოთ შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიას შორის დიალოგს. პარლამენტის თავმჯდომარე ასევე ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტ შეხვდა. შეხვედრა შალვა პაპუაშვილი ასევე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა საპარლამენტო თანამშრომლობის გასაძლიერებლად. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები და გამოთქვით მზადყოფნა გავაძლიეროთ საპარლამენტო თანამშრომლობა, ასევე გავცვალეთ მოსაზრებები ევროკავშირისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე. იუსტიციის მინისტრი ბაატა სალია ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25 სესიაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში დღეს იუსტიციის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან ეკონომიკურ და სოციალურ, ასევე პოლიტიკურ საკითხებში და ორგანიზაციის სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებთანაც. ასევე შედგა ორმხრივი შეხვედრა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან ადამიანის უფლებების საკითხებში. საქართველოს მონაწილეობა და ჩართულობა მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებლობა გვეძლევა გაუზიაროთ საერთაშორისო თანამეგობრობას ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული რეფორმების, მათ შორის საჯარო ადმინისტრირების სფეროში განხორციელებული რეფორმების თაობაზე. მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ, მათ შორის საჯარო მომსახურების გაუმჯობესების, საჯარო მომსახურების გაწევისა ციფრული ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თაობაზე. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე საქართველოს პრეზიდენტად კვლავ საღამე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია არჩიაშვილია მოხსენიებული. ქართული მხარის არაერთი მიმართვის მიუხედავად საგარეო უწყება მონაცემებს არ ცვლის. ქართულ ოცნებაში კი მიაჩნიათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიზანმიმართულია და საქართველოს მიმართ გერმანიის არასერიოზულ დამოკიდებულებას გამოხატავს. გერმანული სიზუსტის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამსხვრია მითი ფაქტიურად მეორე წელი მიდის ცვლილებების ასახვა არ ხდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე. ამას მიზეზი მოვისმინეთ თუ არა უკვე ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. დასანანია, როდესაც ვხედავთ ჩვენ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯიუტად არ აკეთებს ამ პატარა ნაბიჯის გადადგმასაც. ხა ესეთი გულუბრყვილოები ჩვენ ვერ ვიქნებით, რომ 2 წელიწადია ტექნიკური ხარვეზი ვერ გაასწორა თელმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. თუ გერმანიის მხარეს გონია, რომ ამით ჩვენ ამას დაგვაკლებენ, ძალიან ცდებიან.
და ეს კიდევ ერთხელ მიტყველებს იმ რაღაცა უზნეო დამოკიდებულებაზე, რომელსაც იჩენს მისი ელჩი და ამ შემთხვევაში უკვე თვითონ გერმანიის მთავრობა. იყვნენ ამ აბსურდის თეატრში, მე ნუ გაუკვირდებათ, რომ თავადვე აყენებენ სერიოზულ ზიანს თავიანთ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში. კასპიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში საქართველოს მელიორაციის კომერციულმა დირექტორმა ფერმერებს საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფი და ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით მოქმედი სახელმწიფო სუბსიდირების სქემა გააცნო. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. შევქმნით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებზე, გავაცანით ახალი სატარიფო პოლიტიკა, სუბსიდირების მექანიზმები და ის საშეხავათო პირობები, რომლებითაც ისარგებლებენ ფერმერები მიმდინარე საირიგაციო წლის განმავლობაში. ნახობიერი შეხვედრა იყო, განვიხილეთ მიმდინარე პროექტები, სოფლის წარმომადგენლების და თვითმმართველობის მხრიდან დაყენებული იდგა ის საკითხები, რაც აწუხებს ჩვენი სოფლის მოსახლეობას. სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე წყალბურთის ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა. მინისტრმა მათ 2026 წლის მსოფლიო თასის მეორე დივიზიონში მიღწეული წარმატება მიულოცა. ცნობისთვის ქართველი წყალბურთელები მსოფლიოს თასის სუპერფინალში მსოფლიოს 8 საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებენ. მსოფლიო თასის ფინალური ეტაპი 22-26 ივლისს ჩატარდება. გავგეგმეთ ის გასავლელი გზა, რომელიც სოფლიო თასამდე და შემდგომ მომავალში ევროპისა და სოფლიო ჩემპიონატამდეა გასავლელი. ვფიქრობ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, სახელმწიფოსა და ფედერაციის მხარდაჭერით ჩვენ კიდევ არაერთ წარმატებას ვიხილავთ. აღინიშნა ჩვენი ნაკრების წარმატებული გამოსვლა მალტაში სოფლიო თასზე. ყველაფერის წინარი ძალა ერთობაშია. დარწმუნებული ვარ, რომ ავსტრალიაში ღირსეულად გამოვა ჩვენი ნაკრები. ვთვლი, რომ გუნდმა წარმატებით წარმოაჩინა თავი. მიუხედავად პირველი გაცდილი მარცხისა თურქეთთან, მაინც შევძელით მობილიზება და უმაღლეს დონეზე დავამთავრეთ ეს ტურნირი. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ზუსტად 10-ზე დაბრუნდება. იმედის ეთერს კვლავ იმედის დილა განაგრძობს. მე დროებით გემშვიდობებით.